როდესაც შენ მუშაობ ზვიგენებთან, შენ ან მსხვერპლი ხარ, ან შენ შეიძენ ისეთ თვისებებს, რომელი თვისებებით აღჭურვილიც, შემდეგ შენ თევზებს აღარ მოეწონები. ზვიგენის მეტაფორა აქ სტრესული, გაუსაძლისი, უჩვეულო გარემოს აღმწერია. თუ დაუკვირდებით, ჩვენ მშობლების უმრავლესობა მუდამ ვცდილობთ ჩვენი შვილები ავარიდოთ გამოწვევებს. იმ გამოწვევებს, რომლებიც საჭიროა იმისთვის, რომ გამოძერწოს მოზარდის შეუპოვარი ხასიათი, რომელიც ესე საჭიროა ცხოვრების უამრავ ეტაპზე. და აქვე რა კარგია ის ფარუკი მურაკამის და როცა ქარიშხალი ჩადგება, შენ ვერ გაიხსენებ, როგორ გადარჩი, როგორ გაიარე განსაცდელი. იმასაც კი ვერ დაიჯერებ, რომ ქარიშხალი ჩადგა, მაგრამ ერთი რამ კი ცხადი იქნება. გრიგალს თავს რომ დააღწევ, შენ ისევის პიროვნება აღარ იქნები, რაც მანამდე იყავი. აი რა აზრი აქვს ქარიშხალს. კარგ მეზღვაურს შტორმი ქმნის და არა ამომწურავი ინფორმაცია შტორმის შესახებ. და მერე უკვე ამ მრავალგზის შტორმგამოვლილ, გამობრძმედილ, ნაომარ, ნაბრძოლებ, მრავალჯერ დაჭრილ, შეუპოვარ მეომარს, მომდევნო წარმოუდგენელ გამოწვევის ზღვარზე ბედისწერა ხურში რომ ჩაშჩურჩულებს, შენ ვერ გაუძლებ ამ გრიგალს ის დაგცემს და გაგანადგურებს. მეომარი ჩუმათვე დინჯად უპასუხებს. მე თვითონ ვარ გრიგალი. უსმინე ჯაბას პოდკასტს. ის შენს ბევრს გასწავლის.